Привет! როგორ ხართ? ვიმედოვრებ, რომ ხართ ძალიან კარგად და ყველა კარგად ხართ და ყველა კარგად ხართ. დღეს მინდა რომ გეჭირო ჩემ თავზე. ჩემს თავზე კი არა და ჩემს თავს. რაღაცები მოგიყვეთ. ველოდები, ახლა ბავშვი და მამა დაახლოებით 10 წუთში ხო და ამ 10 წუთში იქნებ ჩავწერო ვიდეო და რაღაცებს დაგეჭირავთ. მოკლედ, ამ კითხვას უპასუხებ, რომელსაც ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე. რას აკეთებ იაპონიაში? როგორ მოხვდეთ იაპონიაში და არის ბევრი მიწისძვრა თუ არა იაპონიაში? მოკლედ, დავიწყებ პირველ კითხვას გავცემ პასუხს, რას ვაკეთებ იაპონიაში? იაპონიაში ვცხოვრობ 2015 წლიდან, ანუ წელს გახდება 10 წელი. ღმერთო ჩემო, 10 წელი გახდება წელს, ხალხო გჯერათ? მე არ მჯერა. წელს გახდება 10 წელი, რაც იაპონიაში ვცხოვრობ და მოღვაწეობ. რატო არის მუთხლეზირი, რატო უზიარ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დავიყალე. ხო და 10 წელი გახდება მეთქი. რა თქმა ვისაუბრებ, ხო? დაიწერეთ მოგიყვეთ თავიდან. 10 წელი გახდება, რაც იაპონიაში ვარ. იაპონიაში ცხოვრება ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი აბსოლუტურად. არც საავადმყოფოში წასვლას არ შეგეშინდება, არც საწასვლას არ შეგეშინდება და ასე შემდეგ. ძალიან მოწესრიგებული ქვეყანაა. რას ვაკეთებ და ამ იაპონიაში ამ 10 წლის განმავლობაში არის ძალიან გრძელი ისტორია, იმიტომ რომ 10 წელი ესე მარტივად 10 წუთიან ვიდეოში ვერ ჩაეტევა, ესე მგონია. ძალიან ბევრ ადგილას ვმუშაობ ახლაც. და მე თვითონ ვარ ადამიანი, რომელიც ერთ ადგილზე არ ჩერდება. არ მიყვარს ეს რაღაცნაირად რომ ვიჯდე და დავალოდე რომ ის რაღაც მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ან რაღაცნაირად ისე ვარ ხოლმე. თითქოს ხან იქ ვმუშაობ, ხან იმ ადამიანს შევაწუხებ, ხან ამას. ამ 10 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი გავიცანი, ძალიან ბევრი ისეთი ჩემზე უფროსები, რა თქმა უნდა, და ისეთი მნიშვნელოვანი ხალხი, რომ რაღაცა რომ გამიჭირდეს, ძალიან ესე უშუალოდ შემიძლია, რომ დაურეკო მივწერო, ვთხოვო და მქონდეს იმის საშუალება, რომ სადღაც დავიწყო მუშაობა, თუ სამუშაო არსად აღარ მქონდა. ამჯერად იაპონიაში ვარ ინგლისურის მასწავლებელი. ინგლისურს ვასწავლი იმაში, რა ქვია, უნივერსიტეტში. ინგლისურს ვასწავლი ბაღში და მაქვს ჩემი სკოლა ინგლისურის, სადაც ვასწავლი დაწყებითი კლასების ბავშვებს და ბაღის ბავშვებსაც. ამას ვაკეთებ მე. პლუს ამას ონლაინ ვასწავლი იაპონურ ენას ქართველებს და ძალიან წარმატებულად, ძალიან კარგად პირველი კლასი, პირველი ნაკადი, როდესაც ავიყვანე, ეს იყო დაახლოებით 5 თვის წინ და ბავშვები ლაპარაკობენ უკვე. თუ არ გაუგიჟდე ხალხო, აი ისეთი ბედნიერება, ისეთი სიხარულია და ისეთი ემოციური რაღაცა მომენტია, როდესაც შენს 10 წლის ნაგროვებ ნაშრომ ცოდნას 5 თვეში უზიარებ ადამიანებს და აი ეს ბავშვები ყველაფერს ესე გიბრუნებენ რა, ანუ წარმატებით წერენ ტესტებს, დავალებებზე ლაპარაკი არ მაქვს, გაკვეთილზე კითხვა, წერა, ну მოკლედ წყალივით ხდება ეს ყველაფერი და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ მართლა და აქვე გეტყვის რომ თუ იმეს დაგაინტერესდებათ შეგიძლიათ აღწერაში ნახოთ ლინკი, სადაც შეგიძლიათ ყველაფერი მოკლე ინფორმაცია გაიგოთ იმაზე, რა ქვია, გაკვეთილთან დაკავშირებით, რა ღირს, რამდენი ხანი გრძელდება, რა, როგორ, ვის, რანაირად და ასე შემდეგ. შემდეგი არის ის, სად ვცხოვრობ, ჩემს ქალაქს ქვია კაგავის პრეფექტურა, ტოკიოდან ჩემს ქალაქამდე დაახლოებით არის 1 საათი და 20 წუთი თვითმფრინავით, კიოტო, ოსაკამდე დაახლოებით 2 საათნახევარი, 3 საათი სადღაც მანქანით. არის ისე შორს არ ვარ. რატომ მიყვარს ეს პრეფექტურა? ალბათ იმიტომ, რომ სხვა პრეფექტურაში არ მიცხოვრია და რომ მე ცხოვრ, ალბათ ის პრეფექტურაც შემიყვარდებოდა, მაგრამ აქ მომწონს თვითონ ადგილი, სადაც ეს პრეფექტურაა, ძალიან შუაშია მოკლედ და ძალიან მარტივად შეგიძლია გადახვიდე ერთ ხიდს, გადახვიდე მეორე ხიდს და სხვა ქალაქებში აღმოჩნდე და თვითონ იაპონია, ხო ვიცით რომ არის კუნძული ქვეყანა და ამ კუნძული ქვეყნის კიდევ ერთ კუნძულზე ვცხოვრობ, სადაც არის 4 პრეფექტურა. კაგავის, ეჰიმე, კოჩი, თოქუშიმა ეს პრეფექტურები არსებობს და მე ვცხოვრობ კაგავის პრეფექტურაში. აქ ჩავსვავ სურათს, დაახლოებით სად მდებარეობს ეს ადგილი. მახსოვს რომ ძველ ადრე ვიდეოში მაქვს მოყოლილი, მაგრამ ახლაც მოგიყევით. შემდეგი კითხვა არის ის, რომ როგორ ჩამოვიდეთ, როგორ მოხვდეთ იაპონიაში. არ ვიცი, ახლა თითქოს როგორც გავიგე და როგორც ვიცი, სამოგზაურო ვიზის აღება არის ადვილი. რომ წამოხვიდე, იმოგზაურო და წახვიდე ისე უკან. მე მაქვს
ცხოვრება მუშაობის უფლება, მე არ ვარ იაპონიის მოქალაქე და ძალიან ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ წამიყვანე მე შენთან და აი ვალში არ დაგრჩები. მე ჩემი დედა და მამა ვერ წამომიყვანია აქ და ვერ მინახები იაპონია, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან საკურავ ანახო, ან იქ წავიყვანო, ან ეს ვჭამოთ ერთად ან ეს ვქნათ, მაგრამ მე თვითონაც ვერ შევძლებ, ვერ არ მაქვს ჯერ ამის საშუალება, არ მაქვს არავის მოწვევის უფლება. შემდეგი არის ის, რომ იაპონიაში ესე მარტივად არ შეგიძლია რაღაცით გადმოხვიდე, რაღაცით შემოიპარო, რაღაცა გააკეთო. ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანი იცავს კანონს. მით უმეტეს ესეთი რაღაცა ვიზა და ესეთი რაღაცები. ამიტომ ძველ ვიდეოშიც ადრე ვთქვი, რომ მოძებნეთ ინტერნეტში არსებობს crowdfunding-ს აკეთებენ ესეთი კომპანიები არსებობენ, რომლებიც ეძებენ უცხოელებს. შეგიძლიათ აქ შეიტანოთ თქვენი CV-ში, ავსოთ რაღაცები გააკეთოთ, მე არ ვიცი რა კომპანიები საქვთ ახლა გახსნილი მიღება, მაგრამ არსებობს ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანია არსებობს, ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, რომელსაც მოყავს ხალხი უცხოეთიდან, უკეთებს ვიზას, ფინანსებს საცხოვრებელ ადგილს და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობ, რომ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოდანაც შესაძლებელი იყოს ასე ჩამოსვლა. თორე ისე რომ ჩამოხვიდე და უცებ რაღაცები მოხდეს, ცოტა მე მგონი რთულია. და ბოლოს გავაგრძელოთ და ვიტყვი, იაპონიაში რამდენად ხშირად ხდება მიწისძვრა. დღესაც შემაბუნძულა, გეტყვით დილით რომ მოვდიოდი სამუშაოზე, დღესაც შემაბუნძულა, შემაქანავა ესე და ის რა ქვია, არსებობს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც გაწვდის ინფორმაციას, სად რამდენი სიმძლავრის, ან რამდენი მაგნიტუდის მიწისძვრა იყო და მომდის დაახლოებით 50 წამის მერე, რომ შენს პრეფექტურაში იყო სამბალიანი მიწისძვრა და არ შეგეშინდეს საერთოდ ცუნამის და ასე ვთქვათ, ნგრევის საშიშროება არ არისო და აი ყოველდღიურად ხდება მიწისძვრა, მაგრამ აი დიდი სერიოზული მიწისძვრა, რომ აი რაღაცა ჩამოინგრეს, რაღაცა დაინგრეს, რაღაცა დაიმწყოს, ეს მიწისძვრები იშვიათია ხოლმე და ეხლა ჩემს პრეფექტურაში აი ამ ფენაზე, მოკლედ ერთი ფენა არის, რომელზეც არის ტოკიო, ოსაკა და ასე შემდეგ გაფენილი და მეორე ფენა ადევს ასე ზევით. ხო და ეს ჩვენი ფენა, ესე არის და უცებ 100 ხლეტას ელოდებიან, მოკლედ ამ ფენებსა და ფენებს შორის ხლეტას ელოდებიან, რასაც ქვია ნანკაი თორაფუ და ეს ელოდებიან დაახლოებით 9.2 ბალიან მიწისძვრას მაგნიტუდა არ მკითხოთ, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი, ანუ 9.2 ბალიან მიწისძვრას რამხელა მაგნიტუდა უნდა ჰქონდეს, ხო? აი, ალბათ ვიფრენჰაიერში არ ვიცი, ხო და ესე ველოდებით ამ მიწისძვრას. დღე წელს უნდა იყოს დაახლოებით გაზაფხულში, მე-7 თვის 5 რიცხვში, 4 საათსა და 55 წუთზე. ეს არის ნაწილასწარმეტყველები და არ ვიცი, აქედან მოძუძგავ მე სხვა ქალაქში წავალ იმ კვირას. ხო და როგორც ასეთი რომ იაპონიაში ძალიან ხშირად კი არის მიწისძვრები, მაგრამ არც თუ ისე ხშირად რომ შეწუხდეთ, მოკლედ მიეჩვევით, იმიტომ რომ მე რო იაპონიაში ჩამოვედი, მე 8 სართულზე ვცხოვრობდი თავიდან და სულ ბუნძულში ვიყავი ხოლმე რა, სულ რაღაცა მოძრაობდა. ხო და ამიტომ მიეჩვევით რა. არაფერი არის საშიში, მიწისძვრას მიეჩვევით. მე კი ვერ ვიტან ამ მიწისძვრას, იმიტომ რომ რაღაცა გონია ხოლმე რომ ყველაფერი მიტრიალებს აქ, მაგრამ ნუ მიეჩვევით. დამიჯერეთ რომ მიეჩვევით. ხო და ეს ვიდეო მე მგონი ესე იყო. ცოტა პატარა წაგეჭორავეთ. ბოლოს მაინც გეტყვით, რომ თუ ვინმეს გაინტერესებთ გაკვეთილებთან დაკავშირებით რაღაცეები, აუცილებლად გადადით ლინკზე და ნახეთ რა როგორ და რანაირად. ეს ვიდეო აქ დამთავრდება, კიდევ ბევრი ვიდეო მაქვს თქვენთვის გადაღებული, დაუმონტაჟებელი და აუცილებლად ახლო მომავალში გაგიზიარებთ. ბაი, მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ.